1455 წელი გერმანელმა წიგნის ბეჭდავმა იოჰან გუტენბერგმა ბიბლია დაბეჭდა. ასე დაიწყო ბეჭდური წიგნის ისტორია. მე-19 საუკუნეში ორთქლის საბეჭდი დასგა საათში 1100 ფურცელს ბეჭდავდა, თუმცა მუშებს იმავე დროში მხოლოდ 2100-ს აკრეფვა შეეძლოთ. ბეჭდვითი ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნი უფრო და უფრო ხელმისაწვდომი გახადა. საბოლოოდ კი მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ფენომენი, რომელსაც დღეს ბესტსელერს უწოდებენ. New York Times-მა ბესტსელერების სია პირველად 1931 წელს გამოაქვეყნა. დაახლოებით 20 წელიწადში ეს სია ბესტსელერების სიებს შორის ერთ-ერთ წამყვან რეიტინგად იქცა. დღესდღეობით The New York Times Books Review სხვადასხვა ჟანრის ბესტსელერების სიებს ყოველკვირეულად აქვეყნებს და ავტორისათვის ამ სიაში მოხვედრა კიდევ უფრო დიდი წარმატების საწინდარია. 2014 წლის მიწურულს New York Times როგორც ბესტსელერების, ისე რედაქტორების მიერ შერჩეულ წლის საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოების სიის სათავეში თანამედროვე ამერიკელი მწერლის ენტონი დოერის ახალი რომანი შუქი, რომელსაც ვერ ვხედავთ, მოექცა. წიგნი უსინათლო ფრანგი გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მამასთან ერთად ცხოვრობს და გერმანელ ობოლთან ერთად მშენებლობასა და რადიოხაზების შეკეთებაზე მუშაობს. ბესტსელერებს შორისაა ისეთი ავტორების უკანასკნელი ნაწარმოებები, როგორიცაა ჯონ გრიშემი, რომლის წიგნების საერთო ტირაჟმა 225 მილიონს გადააჭარბა. ასევე ჰორორის ჟანრის ცნობილი თანამედროვე მწერალი სტივენ კინგი, Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების რეიტინგების ლიდერი ჯეიმს პატერსონი და დეივიდ ბალდაჩი, რომლის წიგნების უმეტესობა საბოლოოდ ჰოლივუდში ამოყობს ხოლმე თავს. ხშირად ბესტსელერებს ლიტერატორების სერიოზული წიგნების რანგში არ განიხილავენ ხოლმე, რადგან უმეტესწილად მსგავს სიებში მოსახვედრად უმთავრესი არა წიგნის შინაარსი, არამედ მარკეტინგული გათვლები და ხრიკებია, რომელთა საშუალებით გამოცემები წიგნს ბესტსელერად გადააქცევენ ხოლმე. უკვე დიდი ხანია ამ პროცესში უმთავრეს როლს კინემატოგრაფიაც თამაშობს. ხშირად მკითხველს წიგნები მათზე გადაღებული ფილმების შემდეგ იზიდავენ. ზოგჯერ ხუმრობენ ხოლმე კიდევადაც ლიტერატორები, რომ სერიოზული წიგნი სულ ორჯერ მოხდა, რომ ბესტსელერი გახდა და ორივეჯერ ეს იყო ნაბოკოვის ლოლიტა. კარგ წიგნებში უილიამ ფოლკნერი ერთადერთხელ გახდა ბესტსელერების, ამერიკული ბესტსელერების სიაში, ის იმაში როცა მოგვდაო. ძირითადი რაოდენობის მკითხველი, რომელიც ეტანება, ასე ვთქვათ, ამ ტიპის წიგნის ბაზარს, ის ითხოვს სრულიად კონკრეტულ რამეს. ეს არის როგორც წესი, იმ კონკრეტული საზოგადოების ძალიან კონკრეტულ პრობლემებზე გათვლილი ტექსტი. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სამზადისია თბილისის წიგნის მაღაზიებში, თუმცა როგორი დიდიცაა სხვაობა თბილისსა და ნიუ-იორკ შორის, ისევე განსხვავებულია ამერიკული ბესტსელერების სია იმ წიგნებისაგან, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტად იყიდება. ბესტსელერები ძალიან მარტივი რამეა, ფრანგული ბესტსელერი თავისუფლად შეიძლება ძალიან მაღალი პროცენტით, რომ თქვათ ესპანეთში არ იყოს ბესტსელერი, ან თქვათ ესპანურ ბესტსელერი ამერიკაში არ იყოს ბესტსელერი და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. ჩვენთან ამ მხრივ ცოტა განსხვავებული სპეციფიკა მოგხსენებათ, იმიტომ რომ ჩვენთან არც კი იქმნება ბესტსელერები ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ჩვენთან უბრალოდ იწერება წიგნები, რომელიც ზოგი კარგად იყიდება და ზოგი ცუდად. შესაბამისად, რადგან ამ ტიპის ლიტერატურა არ აგვაქვს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენ შემთხვევაში დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და დამოკიდებულია იმაზე, თქვათ, გამომცემლობა რამდენად კარგად იმუშავებს, ან ავტორი რამდენად ხშირად გამოჩნდება მედია საშუალებებში. ქართულ მაღაზიებში რთულია 2014 წლის ბესტსელერების საერთო სურათის დანახვა, რადგან არ არსებობს ერთიანი ორგანიზებული სიები. მაღაზიებში გვეუბნებიან, რომ ყველაზე კარგად საბავშვო ლიტერატურა იყიდება და ამ სფეროში ასტრიდ ლინგრენი ლიდერობს. რაც შეეხება უცხოურ ლიტერატურას, მყიდველი უპირატესობას კლასიკურ ლიტერატურას ანიჭებს და ნაკლები მოთხოვნაა თანამედროვე პროზაზე. მოზრდილები უფრო თავიანთვის უპირატესობას ანიჭებენ ნათარგმნ წიგნებს, რატომღაც. ქართველი ავტორების თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნები უფრო ნაკლებად იყიდება. უფრო მეტად კლასიკა იყიდება, იმიტომ რომ თანამედროვე უცხოური პროზა ცოტა ისეთი სპეციფიკურია, იმიტომ რომ მაგას თავის მკითხველი ყავს, უფრო იმან იცის, ვინც მეტნაკლებად ჩართული არის საგამომცემლო სფეროში, ან უბრალოდ დიდი მოყვარული არის წიგნების და ესეთი მაინც იშვიათია. სხვადასხვა მაღაზიებში 2014 წლის მიწურულს ყველაზე პოპულარულ წიგნებს შორისაა ჯეკ კერუაკის გზაზე, ორჰან პამუკის უმანკოების მუზეუმი, ჯერომ სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში, პაულო კოელიოს ალქიმიკოსი, ჰარუკი მურაკამის კაპკა პლაჟზე და ფრენსის სკოტ ფიჯერალდის დიდი გეტსბი.
სიებში ხვდებიან ისეთი ავტორებიც, როგორიცაა უმბერტო ეკო, სამუელ ბეკეტი, ჯინ ვებსტერი. სიებში ისეთი თანამედროვე ავტორიც ხვდება ხოლმე, რომლის ნაწარმოები New York Times-ის ბესტსელერთა სიაშიცაა. მაგალითად, სტივენ კინგი, თუმცა მისი არა წლევანდელი, არამედ წლების წინ დაწერილი ნაწარმოებები. რაც შეეხება ქართველი ავტორების წიგნებს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები დათო ტურაშვილის ჯინსების თაობა. ასევე კარგად იყიდება აკა მორჩილაძის ნაწარმოებები და უკვე რამდენიმე წელია სიებში გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველიც ლიდერობს. წლის მიწურულს ზოგიერთი წიგნის მაღაზია პოპულარულ წიგნებს შორის გიორგი კეკელიძის გურულ დღიურებსაც ასახელებს. რაც დრო გადის ქართული გამომცემლობები ცდილობენ ნელ-ნელა ფეხი აუწყონ მსოფლიოს საგამომცემლო სტანდარტებს. ითარგმნება მეტი ნაწარმოები. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ბაზარზე თანამედროვე ავტორების უახლესი წიგნების პოვნა ორიგინალ თუ ქართულ ენაზე შედარებით ჭირს და ამის დიდი მოთხოვნაც არ არსებობს. არსებობს მკითხველების კატეგორია, ვისაც თანამედროვე ლიტერატურული ტენდენციების გაცნობა სურს მხოლოდ. შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალ წელს გაიზრდება სხვადასხვა ტიპის ლიტერატურაზე მოთხოვნა და ქართული ბაზარიც ნელ-ნელა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. მანამდე კი თუ კი სასურველ წიგნებს ვერ ვიპოვნით, ყოველთვის რჩება საუკეთესო გამოსავალი Amazon-ისა და Kindle-ის სახით.